ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, შოუმენი, ძალიან ნიჭიერი გიორგი გაბუნია უნდა შემოგვიერთდეს ახლა სტუდიაში. მოგზავნე ნიჭიერი. დამნერგეთ უკვე ეს რუბრიკა ფილტრის გარეშე, რომელიც შეიყვარა. მოგესალმებით და მიხარია რომ გიორგი სხვათა შორის წასულიყო თავის მშობლიურ ქუთაისში და გუშინ სპეციალურად ჩემი ხათრით გავკადრიებული, მაგრამ ასე იყო. ჩამოვიდა გვიან ღამე, გუშინ არ უნდა ჩამოსულიყო იმისათვის რომ დღეს ჩვენთან მოსულიყო და დიდი მადლობა ამისთვის გიორგი. გზა ხო კარგი იყო? კარგი იყო. 2 საათში ჩადიხარ, ჩამოდიხარ. ანუ ცოტა რო გაიჭირო კაცმა ქუთაისიდან მივლის სამსახურში რა ჩვეულებრივად რა იმეჩი ჩამოვალ ჩავწერ წავალ თავი დიღმის შემოსასვლელში დიღმის შემოსასვლელის არის პრობლემა ფასაზე მეც მაგას ვამბობ 15 წუთში ჩადიხარ და ჩამოდიხარ უკვე ყველგან მიხარია თქვენთან ყოველთვის მოსვლა ძალიან მიყვარხართ და რა ვიცი ხა არ ვისაუბრებ იმაზე თუ ხა იმედი რას ნიშნავს მე და ნინი გიორგის მეუღლემ შევარჩიეთ ფოტოები იმიტომ რომ ის იკეთებს კაც მარითვის რა ფოტოებია შერჩეული ვასკა არ ვიცი ერთად მაინტერესებს მოდი დავიწყოთ ახლა ბავშვობიდან შევეცადეთ რომ ყველანაირი ფოტო ყოფილიყო და შეხედეთ რა საყვარელი ეს მე ვარ. ეს რა შარვალი. იცი რა არ შეცვლილ ხარ მეთქი როგორ. მარიკა სულ არ გაზრდილ ხარ. არ გაზრდილ. ეს ჩვენი სტუმრებია ბავშვობის ფოტოებით რომ მოდიან პირდაპირ გეგონება რომ რაღაც მოდის კვირეულებიდან არიან განმოყარები იმ ბავშვობის ასაკში. შემდეგ ხდებიან უფრო მორიდებულები რატომღაც მოდი. აი ეს ფოტო შუა ფოტო რომ ჩოხაში რო ვარ ეგ მახსოვს ბაღში კი. ბაღში ხო. და ხო იცი აქ ასეთი განსაკუთრებული სახე რატომ იცი? აი ხარ ფეხსაცმელები მიჭერდა. ოღონდ მართლა რაღაცნაირად იყო და მაგალითად თან ხო იცი სიცილი ღიმილი თან სიმწარე ფეხსა და ეგ ამბავი იყო. ჩოხა შესანიშნავად გადის შეგიკერე სპეციალურად. ცეკვავს და ეს ორი ფოტო. ბაღში კი ცეკვავდის დედაჩემთან ერთად ის მე მგონი თბილისშია გადაღებული. ბაღში არ ცეკვავდი შენ მე ვიცი რაღაცებს გაცეკვებდნენ. სადღაც ცეკვავდი კი ბატონო. ზოლიანი შარვლით და მაისურით. ხო ეს არის თბილისში როგორც მახსოვს ესე იგი დედაჩემი უნივერსიტეტი თუ არ ვსწრები მაშინ რა ქვია თესეუს ეზოშია გადაღებული იმიტომ რომ დედაჩემი სწავლობდა ამ პერიოდში როგორც მახსოვს და მე მგონი ზუსტად მახსოვს ნუ ეს ბაღი კითხვით და აი ეს ფოტო სტუდიაში რო იღებდნენ ხო იცი ბავშვ დასვამ ეს ასე არის გადაღებული და ეს მასია ეს ფოტო სტუდიას გავს კი ფოტო ატელიე კი ადრე არ იყო ბევრი ასეთი საბავშვო მაღაზია და მქონდა ყოველას რაღაც უფრო გამოსასვლელი ტანსაცმელების სურათებს რომ ვიღებდით ეს სოლებიანი აშკარად მაქსერიდან არის კი ეგ და სხვათა შორის ბებიაჩემი ყვება ხოლმე რომ ანუ ძალიან დიდი ხნის უკან როცა დავიბადე, ესე იგი ძალიან დიდი ხნის როცა დავიბადე 32 ახალი დაბადებული კი არა? მე შენ როგორი არ გუშინ დავიბადე 32 წლის უკან დავიბადე. ესე იგი ნამყოფი არის სირიაში. დამასკოში ბებია. ხო. ბებია და ესე იგი მაშინო სულ სხვა ქვეყანა იყო, ანუ ძალიან განვითარებული რაღაცა ისა და ვაჭრობა იყო, ანუ ესე რა ტანსაცმელების ყიდვა და ჩამომიტანა იქიდან ტანსაცმელები. ჩამომიტანა მე რო ვიყავი მე 4 კლასში სირიიდან ისეთი პოტასები. და ხო იცი რა ქვეყანა დაანგრიესო მე რო იცი ბებიაჩემ შესწივა დღემდე გული და მე მგონი რაღაცა ეგ პერიოდია ზუსტად აი ეს ტანსაცმელი რომ აქედან შეიძლება არ მოგიგონია ხო ახლა სიმართლეს არა დედას გეფიცები მართლა კარგი ნუ ასე მეუბნებიან და არ ვიწყო შემთხვევაში არა ასე იქნებოდა ხარ რატომ ცოტა უფრო შემდეგი ასაკი სადღაც სკოლის დაწყებითი კლასები იქნება. კი რამ გავს იმ ფოტოში მაგრად. ეს არის უკვე სკოლის დაწყებითი კლასები. როგორი კდება მოსილება აღარა იყავი. უკვე ჯინსებში შემოსილი. ხალი, ის ხალი ცნობილი ჩემი ხალი, მე დამალე. არა, მაქვს აღარა მაქვს. იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ანუ წერის ვარსვის დროს მოიცილე და მომიცილე კი რა და ეგ ამბავი იყო. როგორი ბავშვი ვიყავი ამ დროს, როგორი მოსწავლე? ეს არის გეტყვი. მოგვიყვა წიგნში რომ ოროსანი კი არ ვიყავიო, მაგრამ რაღაც საგნები არ მიყავდა, მიყვარდა თუმცა რაღაც ნახე გეტყვი, ესე იგი ეს ფოტო არის, ორივე ფოტო მახსოვს ზუსტად სადაც არის გადაღებული. ეს არის სკოლაში გადაღებული, სკოლის მარჯვენა. სკოლის მაშინ ბავშვებთან ერთად კლასელთან და ეს არის სკოლის ეზოში გადაღებული ხესთან იმავე სკოლაში. აქ უკვე ვიყავი გეტყვი, მე 4 კლასში.
ეს არის მე-4 კლასის ფოტოები და რა ვიცი, მახსოვს კარგად სხვათა შორის. რომელ სკოლელი ხარ? მესამე სკოლა დავამთავრე, მაგრამ ეს ქუთაისში არ არის გადაღებული. ჩვენ საზღვარგარეთ ცხოვრობდით რაღაც პერიოდის განმავლობაში 7 წელი დაახლოებით და ეს იქ არის გადაღებული. მაშინ მამა მუშაობდა და და როგორი ბავშვი იყავი, როგორი მოსწავლე? აქტიური, მოსწავლე როგორც მახსოვს და მე მგონი ზუსტად მახსოვს. ცუდი მოსწავლე არ ყოფილა, ახლა რო გითხრა რომ ძალიან ციდან ვარსკვლავებს წვეტი არ იყო, მაგრამ ცუდი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. უბრალოდ აი სულ მიყვარდა ესა რა. რაღაც ამ შემოქმედებისკენ მქონდა ხოლმე სულ ტოლვა. მოგონ მართლა. ხო, ნეტა რატო. ანუ აი ამ პერიოდში სკოლის ზეიმები რომ იყო, მაშინ აი ამ პერიოდშია ზუსტად ვიცეკვე, ესა ქართული აჭარული მიყვარდა ძალიან და ხალხმა ტაში რომ დამიკრა, აი მაქედან დაიწყო ჩემი მომეწონა პუბლიკასთან ეს ურთიერთობა და მე სულ ვცდილობდი რაღაცა კლასში მასწავლებელი მიჩხუებოდა ხოლმე ისო რომ რაღაცებს გამდი ხოლმე რომ აი და მასწავლება თეატრალურ დადგმებს. ხო, ჩემით რაღაცები წარმომედგინა თავში და ბოლოს შევჯერდით მე და ჩემი მასწავლებელი რომ მოკლედო ხანდახანო დაგითმობ 10 წუთსო გაყვეთილზეო და უღონდო დანარჩენის 25 წუთიო, 35 წუთიო უნდა მოვისვინო მეორე შევჯერდით. დანარჩენი მაცადე. დანარჩენი მაცადე და რა საკეთებდი 10 წუთის განმავლობაში? შენ სტენდაპები გქონდა? სტენდაპ ღეროდი, ცეკვავდი, რაღაცა დადგმებს ვაკეთებდი და გამოვიყვანდი მაგალითად ახლა მჭირდება ჩემი კლასელი გოგონა დახმარება შენი გამოდი რა უნდა გავაკეთო ის ბავშვიც ისე ხო ხტები არ იცოდან მე ვიტყოდი რა ესე ხელები გააკეთე რაღაც ხან ტიტანი რავი რაღაცები მოდიალო. ამას წინასწარ ფიქრობდი თქვენთან გაყვეთ თუ სპონტანურად იქვე დღეს რა ნომერი გეკეთებოდა იქვე იმპროვიზაცია მაგალითად პედაგოგს სხვათა შორის რომელმაც არ ჩაახშეს რაღაცა საყვარელი ადამიანია რომ ბავშვს ხო შეიძლება თქვა რომ ეს ბავშვი მიშლის ხელს მისცა მიეცი ნიჩსა ზაფართოს ახალისება მართალი რატო იცი იმიტომ რომ მართლა ანუ რაღაც პერიოდი მქონდა რაღაც ხო იცი მოუსვენრობა და არ ვისვენებდი აი სულ რაღაც ხვანცალებდიო რომ იტყვიან ხო იცი და მე აი ეს რომ მომიდგა ეს ქალბატონი ხო რომ აი რაღაც 10 წუთს დაგითმობ და იცი რომ მართლა დავჯერდი რომ იმიტომ რომ რაღაცა შეთანხმება იყო უკვე და პირობა არ უნდა დამერღვია რა და 35 წუთი მასწავლებლის იყო 10 წუთი ჩემი ეს გაგრძელდა რამოდენიმე თვე და მე მშობლები დაიბარეს და 10 წუთს აღარ ხო და მე რაღაც სახში აღარ მქონდა ეგ დროა ჩაფლავდა მაგრამ სამი თვე ერთი სეზონი გავიტანე რა იცი რა აჭარული ახსენა და მოდი აღარ გადავდო ჩემდეგისთვის ცეკვავენ ვარსკვლავების გავიხსენოთ ახლა მე-10 სეზონის ძალიან წარმატებული მონაწილე და როგორ ამოიოხრა წარმატებული მონაწილე გახდათ გიორგი და იქაც ქართულ ტურში იცეკვა აჭარული გაგიჟდა ყველა ეს რაღაცა ბავშვობიდან გამოყოლილი გაქვს ეს აჭარული ძალიან ოღონ მართლა ან ქართულს არ ამბობ ცეკვას ამბობ ხო ცეკვას ხაჭაპურიც მიყვარს ძალიან სულ იგვიანებს მაგრამ მაინც მიყვარს ანუ ოღონ ქართული ცეკვა მიყვარს აი რა გითხრა სიგიჟემდე სადმე ხო იცი რომ შეედვართ ხოლმე მეგობრები თუ სადმე მოკარი ყური რო აი რაღაცა ქართული საცეკვაო ირთვა სკოლას იწყებ ეგრევე აი ოღონ მართ ის მემართე აი ეს ამა ხო იცი რომ რაღაცა ხუაშობართ მაგრამ მე გახსენდება რომ ან იქ არ უნდა იცეკო ან ვეღარ იცეკვებ ან 10 წუთი არა გათმობილი კი შესაბამისად და აჭარული განსაკუთრებით სახასიათო ცეკვები მიყვარს ქართული ანუ აჭარული რაჭული ანუ ძალისმიერი ცეკვები მიყვარს ძალიან ყურება მთიულური რაღაცა ეს ცდო ხო ხტები ესენი მაგრამ ეგენი კარგად გამომდის უფრო ხო აი სვანური ხო ხტები ისეთი ხასიათით და რაღაცა ქართული სულით და გულით და ესენი ცოტა სახასიათოებია და მიყვარს ძალიან და აქ გული დამწყდა სხვათა შორის ამ აჭარულზე რომ ესე იგი ვითხოვდი უფრო მეტი რვა რომ ეცეკვა და არ გინდაო მეუბნებოდა ქორეოგრაფი იმიტომ რომ ეს არის სტანდარტული ანუ პროფესიონალი მოცეკვებიც ასეთ ცეკვავენო და კაი ხა ბოლოს და ბოლოსო და შეინახე თავი შემდეგი ტურისთვის და ვახაც არ ისვენებდა რაღაცა თავისი უნდა და მაინც რომ დაეთქა კი და მახსოვს კომენტარიც რაც გააკეთეს ამაზე რომ ესე იგიო ისო ერთადერთი მონაწილე იყო რომელმაცო ფეხი არ მოხარა არც ერთხელ რას ნიშნავს რომ ანუ ყველა ფეხი მოხარავ ანუ აჭარულის სვლის დროს რა ეგრეთ წოდებული აწკეპელას ეძახიან და მაგროსო და ნუ ველოდი ამ ტურს ველოდი ყველაზე მეტად რა ცეკვავენ ვარსკვლავების საოცარი პროექტი მთელი საქართველოს ველოდება ხოლმე ქართულ ტურს ძალიან მაგარია სხვა შეგრძნება სხვა მუხტია და სხვა პასუხისმგებლობა ყველა მონაწილეს მინდა გითხრა
ასე ნამდვილად ასეა. ხოთაშორის ზუსტად ცეკვავენ ვარსკვლავები მიმდინარეობდა და მაშინ 13 კითხვა ჩემი საყვარელი რუბრიკა ჰქონდა და მაშინ იყო გიორგი ჩვენთან ეთერში და თან ეს რაღაცა COVID პანდემიის ხანაა მე მგონი პირბადების ხედავ ჩვენც ქვევით ვისხედით ყველა ერთად და ხოთაშორის რაზეც ხდება ეკო გული ოღონდ მართლა უცრულად ვთვლი რომ ცეკვავენ ვარსკვლავებში ვერ გამოვავლინე ჩემი მაქსიმუმი თქო სულ ვიძახი რა ანუ ცოტა ფსიქოლოგიურად გავტყდი რა თვალსაზრისით იცი რომ ანუ ძალიან შრომატევადია იცით და პლუს სხვა საქმეც ან ჩაწერები ისა და ძალიან ანუ რეჟიმი პრაქტიკულად ანუ ოჯახი არ ყავს საქმე არ გაქვს იმიტომ რომ თუ ხარ უნდა იყო აქ პერიოდი იყო და კონცერტები იყო და სულ რიკოტის გზაზე იყო აი ბურეკავდი აი კონცერტები იყო სულ იყო გზაზე აი გავგი შემოვიდოდა და დაიწყებოდა ლაივი გამოვიდოდა და მივდიოდა რაიონში კონცერტზე ყოფილა მაგალითად რომ აი დაუშვათ ლაივი ვიცეკვე წავსულ ვარ იმ ღამითვე დასავლეთში მეორე დღეს კონცერტი ჩამიტარები იმ ღამესვე წამოვსულ ვარ უკან ქუთაისიდან ანავე აჭარიდან სადმე სადაც ქონდა კონცერტი და დილას რო რეპეტიციაზე ყოფილიყავი მე იმ რეპეტიციის მე ისევ წავსულ ვარ ანუ საგიჟეთ ყველა გავტყდი ცოტა რაღა დაგიმალოთ და მეგობრები ხართ უცხოსთან არ ვარ და გავტყდი ცოტა დავიღალე ემოციურად გასაგებიც არა ფიზიკურად ხვდები და მწყდება გული რომ მეტი შემეძლო რა ურთულესი პროექტია მას ვადასტურებ ურთულესი პროექტია ფიზიკურად გიჭირს ფსიქოლოგიურად გიჭირს ემოციურად გიჭირს ერთი თვე გადის ორი თვე გადის და აი რაღაცა ეს რაღაცა გადაღლა ყველანაირი ნუ საკმაოდ რა თქმა უნდა მოქმედებს ადამიანზე თუმცა მე ვთვლი რომ ძალიან წარმატებით იასპარეზე რა სიტყვას ვიტყოდი იმიტომ რომ მაინც ეს არის სპორტული ცეკვები დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ფოტოებს ჩვენს სეგმენტებს აბა პიჯაკები ესე იგი პიჯაკები გახდა შენი ყოველდღიურობა თუ არა ესეთი ძალიან ხშირი მადლობა თუმცა არ მე როგორც ვიცი არ იყო ხო ეს აქამდე რაღაცა შენი დამახასიათებელი სტილი არა არ იყო რა თქმა უნდა ღამის შოუ როდესაც დაიწყო 7 წლის უკან აი პირველი ის არის პირველი სტუდია არა პირველი სტუდია იმედზე როდესაც დაიწყო მანამდე მაესტროზე გადიოდა კი მაესტროზე გადიოდა მე სტუმრად ვიყავი 18 იყო ლეგენდარული გადაცემა 2018 ეგ იყო ლეგენდარული გადაცემა დავო შუკერმა რომ სამადლობელის გამოგვიგზავნა ვიდეო მე და შევიმღერეთ მე და ვასიკომ და ბენდი მე აქაც გამეორდა როდესაც ახლა იყავი სტუმრად კი ბატონო ეხლა ვქონდა და მაესტროზე მე უკვე იმედზე იყო ეს პიჯაკი მახსოვს ძალიან კარგად პირველი პიჯაკი იყო რომელიც ეს პიჯაკების ფოტოების ხოთაშორის მიავარჩი ხო ჩა ეგო კარგია ეს კარგი მოგონებებთან არის დაკავშირებული ესეც უკვე ეს ფოტო ესეც ახალია ოღონდ ძველია უბრალოდ ოღონდ ესეც არა ეს უკვე სხვა სტუდია მოდი ვინ გირჩევს აი ნახე ნინო ხიმშიაშვილი გიჩევს პიჯაკებს. ანუ სხვადასხვა ფერი აქვს, ძალიან ისე წარმატებით ირგებს აბსოლუტურად სხვადასხვა ფერის პიჯაკებს, თუმცა მუქი უფრო მიხდება, მე ჩემი აზრით, შავი ფერი უფრო და ან მუქი ლურჯი ან შავი ფერი, მე ვთვლი თორე არ ვიცი ხა დანარჩენი, სხვადასხვა ხო იცი პიჯაკზე. მე ვთვლი, აი მე ახლა ამ 4 ფოტოს თუ გადავავლებ თვალს, აი კუთხეში პატარა ფოტო რომ არის, ის ფერები ძალიან აქტუალურია ახლა განსხვავებულია. მუქი ლურჯი და შავი უფრო სტანდარტული არის პიჯაკისთვის, მით უმეტეს მუქი ლურჯი ახლა ბოლო წლებში გახდა ძალიან პოპულარული ქართველებშიც, ადრე არ იყო, მაგრამ იმ ფერს რაღაცა ერიდებიან, თან ცოტა ყავისფერისკენ მიდის და რაღაცა სიფრთხილე აქვთ. კი. არაჩვეულებრივი ფერია. ძალიან გიხდება, კი და ძალიან ტრენდული ფერია. ჩემო გიორგი. ასევე ეს ის ფოტოა შუაში, ხო იცი, ხუმრობა რო იციან, ისე გადამიღებითო არ ვიცი. ეს შუა, ხო. ხო, მაგრამ არ გეტყო. ხო, არ გეტყობა რომ მაგას აკეთო. ეს არის ოსტატობა მისი. ასევე ფერადი ჰალსტუხებს წყალობს გიორგი. ფერად ჰალსტუხებს. უიმე, ნახე. ნახე, სულ რები ავარჩიე. ნახე და ფოტოები გქონია და არც იცოდი. გქონია და არც იცოდი. მომეც მე ესერი ეკობეც და დინისაც ვეთქვი რომ ჩავიყაროთ და მე კარგ დავდებ Facebook-ზე. იმიტომ რომ აი ის ვთვლი რომ ის ჰალსტუხი წითელი ფერის. აი სა რა ქვია შავ პიჯაკზე და მასე შავ მასე რა ქვია ის არ არის სტანდარტული პიჯაკი როგორი აი საყრელოს კარგად. იმ პიჯაკს აი სუსტად შენი გადაცემის ცოტა იუმორისტული ხასიათის შოუს ძალიან დამახასიათებელი თუნდაც ის აი ფორმა პიჯაკისა ეს რაღაცა შავი საყელო აი ეს ჰალსტუხი ვთვლი რომ საერთოდ არ მიხდებ ეს როდის ბეკეთ არც მახსოვს საერთოდ ძალიან მიხდება იასამნის ვინ გითხრა რომ არ რაღაც დიდი ჰალსტუხია ძალიან ეს არ მახსოვს არა უბრალოდ ზიხა ხელია ძალიან რაღაცა ესეთი ფაქტი არა ძალიან გიხდება ამონათებული გაქვს სახე იასამნისფერი ფერით
ჩაფიქრებული კიზი. კიდე სხვა. აი ეს პერანგი, თეთრი პერანგი. ეს პერანგი მე მგონი ახლაც მაქვს რა. არ არის თეთრი. რაღაც სხვა ფერი აქედან ალბათ თეთრი, ალბათ ეს რუხიურებია თითქოს. ახლა და არა, მე მგონი ფოტოს ამბავია. იმიტომ რომ თეთრი არის მახსოვს რა თვითიცან იცი ნაკეცებით, ანუ ცოტა დიდი მაქვს. ოღონდ რა წლები გადის, მაინც დიდი მაქვს. ანუ წონაში ვიმატებ და ისიც იმატებს თუ რა ვერ დავიგე. ხო, ანუ რაღაცა იმპერატორი იზრდება რა გვაქვს შემდეგი. ჯოია. აი ეს რა ხდება? ეს შოუებია. შენი პირით რა ხდება აქ, რა ხდება? იქით ღამის შოუ, რეპი, ეს ცეკვავენ ვარსკვლავები, პირველი ცეკვა ჩაჩა, ლაშა ჯოხაძეს მიეცეს ჩემი ცოდვა, ნახე რა კარგად ჩამაცვა. აგინა ჩაჩას ძალიან უხდება და მithuedes. უხდება, მაგრამ ჩემთვის იყო უბრალოდ ისა, რა ქვია, უცხო და ხდებოდი ციცილით მე დალაშიკო, რომ რა ქვია, ის იძახდა რომ გიხდებაო, მე ვიძახდი რომ არ მიხდება თქო და მაგრამ საბოლოო ჯამში შევჯერდით რომ მიხდებოდა, მაგრამ ნახე, ხა ნუ ისეთი მან ცეკვას უხდებოდა თუ არაზე იყო. და თან არა მაგარია ყავა და ამ დროს რაღაცა. აქეთ ეს არის ისა აბავი მღერეთ თუ აღწევი კი ეს არის გამოწყობილი რომ რაღაცას მღერით რაღაცას აფუჭებთ და იქით რეპი მქონდა მაშინ გავრეპეთ ქართულ შეგიძლია ხლა უსმად გაგვირეპო რამე მიდიება ოხ რა სირთულეა საქმე უნდა გემეცადინა არც მოგცემს ეგ მე არ ვიცოდი რეპი თუ იყო ეს და ამიტომ ვეტყოდი მოიმზადე მეთქი მაგრამ აი პროცესში გავრეპო მიდი კარგი პროცესში გავრეპო და რაღაცას და რამე კურიოზის გაიხსენე კურიოზსაც გავიხსენე კი ბატონო და ის არის ხო ანუ აქ ქართულ სამზარეულოზე გავრეპეთ რა რომ ქართული სამზარეულო ჯობია ყველას რა ანუ გელა და ბაბი ნომერში ეგრე იყო რომ უცხოურ სამზარეულოს უპირატესობებზე საუბრობდნენ და მე და თათა არა პირიქით ქართულზე და მე და თათა უცხოურზე და ბოლოს ვერი ჯიმი შემოვიდა და გადაწყდა რომ ქართული სამზარეულო სწორად გადაწყდა რა თქმა უნდა ეს ვეთანხმები ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღია კი ბატონო ნახოთ ახლა შემდეგი ჩოხა ქართული ცეკვა გიყვარს და სადაც გაქვს შანსი ფაქტობრივად ყველგან იცვამ კი დაფრინავს კაცი შუა ფოტოს შეხედე გაქვს ჩოხები შენ თვითონ კი მაქვს კი ცეკვაზე როცა დავდიოდი როდესაც ყიდულობდი და ვიცი და ახლა 4 ჩოხა მაქვს სხვადასხვა ფერის სახლში ოღონდ რა თქმა უნდა უკვე ზომები შედარებით პატარა იმიტომ რომ პატარა ვიყავი ესენი არის მაგრამ შედასასწრებს ეთყობა ახასიათებს ისეთი რაღაცა თან მოყვება და დიდდება შეიძლება ეს ჩოხები შეიძლება აღარც მისინჯავს შეიძლება იყოს ძალიან გიხდება ფაქტი ეს არის აქ ცეკვეთ ილოური მე და ბაბიმ აი ბავშვებთან ერთად პატარების დიდი შოუს მონაწილეები იყვნენ კი და აქ ხორუმზე სხვა ნომერი არის ეს ძალიან გიხდება სხვათა შორის აი ეს ესეც ხდება შავი აქ ხორუმი ვიცე დაზვერვაში ხარ დაზვერვაში ნომერი ქონდა რაღაცა ეგეთი გელას ვაკვირდებოდი თუ რაღაცა გელა ისეთი გამხდარი არის თან რომ ძალიან რთულია შეამჩნიო და ეს უკვე ჩვენი არაჩვეულებრივი ნინი და ის პატარაში ხედეთ ვაიმე ის ნახე რა ძალიან საყვარელია მოდი ოჯახური დილიაზების ვარცხლის მამას კირა ბაბუნია ხო ოჯახური ამბავი კი ბატონო მოვყვეთ თანმიმდევრულად ესე იგი პირველი ფოტო არის აი ესა აქეთ ნინის რომ ნინი რო შავებშია და მე თეთრი პერანგი მაცვია ეგ არის შეყვარებულობის პერიოდში გადაღებული ფოტო მაშინ არ ვიყავ. კარგი ფოტოა ძალიან. კი, კარგი ფოტო არის, საუკეთესო მოგონება არის ერთ-ერთი ჩემს ცხოვრებაში. სად გაიცანით ერთმანეთს? საქართველოს ტექნიკა, არა, ჩვენ ნინის მშობლები და ჩემი მშობლები არიან ნინის მამა და მამა-ჩემი კლასელები და დედა-ჩემი. ბავშვობიდან ერთად გაზრდილები არიან. კი, ბავშვობიდან, მაგრამ მე პაუზა იყო დიდი 1 წლიანი, აღარ მე რო თბილისში წამოვედი, აღარ გვინახავს და შემთხვევით შევხვდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და აქ მაგარი ამბავია. ამ ტექნიკურ უნივერსიტეტს ვერ გასცდი. ვერ, ყველაფერში დამაყენა ტექნიკურ უნივერსიტეტთან გზაზე. ოჯახით ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეყვანი და პროფესიულ თვალსაზრისით. ხო იცი ან ერთ-ერთ მაღაზიაში, ნუ სტუდენტური პერიოდი იყო ხოლმე მომენტები, როცა ფული არ მქონდა და ერთ-ერთ მაღაზიაში 8 საათის მერე ნახევრდებოდა ფასი ლობიანის. ანუ ეგეთი ამბავი იყო და ხირ და ლარი და 20 ზუსტად მახსოვს და 60-ზე ჩამოდიოდა და ვიდექით იმ მაღაზიასთან 10 წუთი იყო დარჩენილი და ნახევრდებოდა და ნინი გამოიარა მეგობართან ერთად და აქო რა შვებიო რა ხარ უარ ვეთყოდე ხარ უთხარი რა შვებოდი არა ვანახევრებ ლობიანის ფასეოდებით არ მithkom მეთქი რაღაც მეგობარს ველოდებით მეთქი რაღაც 60 გვიან და რაღაცა ვიბოდიალე და აი იქ შევხვდით და მეთქი ნახე როგორ მე დაპატიჟე ნახევარი ფასით გამოგივიდა როგორ გაზრდილა როგორ გადამაზებულა კი და აი იქიდან მეორე დღესვე დავიწყე აქტიურობა არ გავჩერებულა ნუ მეთქი თუ რამე დაგჭირდეს ახლა მეთქი თბილისში
ლობიანი. ხო რა. ჩემთვის ვერ მეყიდა ლობიანი, ნინის რას უყიდე. ტოჩკები ვიცი, ნახევარ ფასში და მეთქი ნომრები გავცო, თუ რამე თბილისში დაგჭირდეს, მეთქი ახლა ჩვენი ოჯახები ისა რაღაცა და ხო ხვდები ბიჭი და ყურადღება და მეორე დღესვე მივწერე ეგრევე, მეთქი რა შვები, აბა როგორ ახარ, კინო, ისა და აი, წო ყველა. ოჯახებს გაუხარდებოდა. ძალიან გაუხარდა. თელი ცხოვრება ერთმანეთს იცნობენ, ერთად მოდიან. ბოლოს სურათ შეხედე. მისი დაგვირგვინებია რო იციან. კი, რა თქმა უნდა და დაგვირგვინებული ამბავი კი რა ბაბუნია, ის ნათლობის ფოტო იყო, აქ უკვე ეს არის მასში ყავდა. გადაცემაში იყო სტუმრად გადაცემაში, აქაც ეს ეზოში ჩვენთან ზაფხულის პერიოდია. მამიკოს გოგოა? მამიკოს გოგო გახდა უფრო ახლა, მაგრამ სუდად რო არის, არც მამიკო უნდა არავინ, ნუ დედის გოგოა, მაგრამ არის მომენტები, როცა არც დედის გოგოა, არც მამის გოგოა და ბებოს გოგოა. ბებოზე გიждდება, რა გითხრა, აი საოცრად. ეს რომელი ბებოა? მამა ჩემის დედა. მამა ჩემის მამა, მამა ჩემის დედა. მამა ჩემის დედაზე. დიდ ბებოზე. დიდ ბებოზე გიждდება. დედა ჩემის მხარეზეც რა, დედა ჩემი ძალიან უყვარს, ნინის დედა ძალიან უყვარს, ძალიან თბილი ბავშვია, მაგრამ ბებო ჩვენთან ცხოვრობს და ყველაფერს უსრულებს, ხვდები? აბა, ახლა ვინ ეყარება? ხო და აი ჩვენ რაღაცაზე ვარს ვეთქვი, დოდო მივა. მამა დედა მალაო. ეგრევე და იცის რომ იმან კიო და ეგ ამბავია და გიждდება რა და შეცვალა საერთოდ კი რა ცხოვრება ძალიან რა ანუ რა გითხრათ სახში მინდა ხოლმე სულ მალე განას აქამდეც მინდოდა მაგრამ აი ხო იცი მინდა მისვლა და სადმე რომ მოვდივარ აი ვცდილობ რომ სანამ დაიძინებს მიუსწრო და ხანდახან ვერ მიუსწრებ ხოლმე ხანდახან რაღაცა მაგრამ საოცარი ბავშვია და ძალიან ჭკვიანია რა თავარია ყველას გვაჯობებს მე მგონი თელ ოჯახს ერთად აღებულ საბოლოო ჯამში რა გიორგი მე მგონი ძალიან კარგი ფოტოები შეგირჩიეთ ძალიან მაგარია თქო მართლა გულწრფელად კი გადაიარა ეს ნათლობა მე ერთად ვიმუშავებ ფაქტობრივად ეს ხელზე რა შეხარუნებ რადგან სტილზე არის აი ამდენ ეს ფულის არის ეს წარმატებები ეს ერთი მაჩუკა ეზოტერიის გჯერა არა ეს ერთი მაჩუკა ჯაჯომ და ჯაჯოსი მჯერა იმიტომ რომ მითხრა რომ ესო კარგიაო ნიბლიამ და ეს დანარჩენები არის ისა რა ქვია სხვადასხვა მონასტერში ნაყიდი შეძენილი ხელისამაჯურები აი ჯურით ნუ რეალურად ამის დანიშნულება ხო ისაა რომ ესე იგი მონასტრის არის ეს დანარჩენის 4 ეს ჯაჯოს ნაჩუქარია ჯაჯოს რა პატივი დავდე ნახე გავრიე სარწმუნოებაში და ეგრევე იქ არის და აქეთაც ეგეთი ამბავია საათი უბრალოდ სამაჯურების მიმართ ჩემი სიყვარული გამოიხატება ამ ბოლო პერიოდში დამეწყო რომ მომწონს ძალიან რა და ნუ საათი და იცის ისე მიჩვევა რომ შემდეგ ვეღარ იხსნი გიორგი ჩვენ გადაცემაზე ვიხსნი ხო უცებ უნდა გვიპასუხო ყველაფერზე რასაც კითხავთ მაშინ დავიწყოთ როგორი იყო შენი პირველი გადაცემა და როგორ გახსენდება მაშინდელი გიორგი გაბუნია პირველი გადაცემა მახსოვს ყველაზე კარგად კახკალაძე იყო სტუმარი ქალაქის მერი ფეხბურთიდან გვიждდებოდი უკვე მე თბილისის მერად ცოტა დაბნეული ვიყავი მაგრამ შემიწყო თვითონაც ხელი კარგი სტუმარი აღმოჩნდა და რაღაცნაირად სულ პირველი გადაცემა იყო ეს ანუ სულ და ნერვიულობდი რომ მეთქი რაღა კახკალაძე მოიყვანეთ ვიღაცა ჩვენ შინაურით ცოტა რომ არ მომრიდებოდა ისეთით დაგეწყოთ არა რთულით უნდა დაიწყო რომ მე გაგიადვილდეს და ისე აგიხდეს ყველაფერი მოგატყუეს მაგრამ კარგად დაგეწყია ბავშვობის ყველაზე საყვარელი მოგონება ბავშვობის ყველაზე საყვარელი მოგონება მართლა უღონდ გულწრფელად ეხლა რომ ვიყავი ჩასული რომელიც ალბათ აღარ განმეორდება არის რომ სახლთან ჩემს სახლთან სულ იკრიბებოდა ხოლმე ჩემი ბავშვობის მეგობრები იკრიბებოდნენ და ეს უბანი და ეხლა გავიარე ზოგი აღარ არის საერთოდ ზოგი საზღვარგარეთ არის ზოგს აღარ ცალი აღარ შეუძლია და დაცარიელებული იყო ეს ჩემი ეზო მეც აღარ ვარ მაგრამ დედა მომიკვდეს იქ რო ყველას შეკრება მოხდეს ჩავალ გადავდებ ჩავალ და მივხვდი რომ ის აღარ დაბრუნდება რა აღარასდროს ეგ და ვიხსენებდი მე გავჩერდი სახლთან ერთ მართლა ეხლა ღამე იყო ეხლა რო ვიყავი და 1-15 წუთი ვიხსენებდი იმ ამბებს რაღაცებს რომ ყვებოდით საბანაოდ დავდიოდით რაღაცა ხო ხდები ანუ აი რაღაცა ისეთი დაკავებული ვიყავით დაბრუნდება უღოთ სხვანაირად აუცილებლად ცოტა სხვანაირად მაგრამ აუცილებლად აი იმედია გიორგი საყვარელი ქართული კერძი იქ რეპავდი როგორც გითხარი საყვარელი ქართული კერძი ხინკალი ну აუცილებლად ხინკალი ხალხრავალი წვეულება თუ მყუდრო ვახშამი არა
რა რომელი ხუდრო ვახშამი თუ ხალხმრავალი გააჩნია რა როგორი ხალხმრავალი წვეულება თუ ძალიან ახლო გარემოა და ბევრნი ვართ ეგ მაგრამ თუ სხვაგან ისე ან მაშინ ვახშამი ვიწრო წრეში ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო გამოვიდა შეგეცდობა რა თქმა უნდა როგორც ყოფილი წარმატებებს ისურად გიყვარხარ გულშემატკივრობ და ჩვენ ერთი ოჯახი ვართ გიორგის ნახვა ეთერსა თუ ეთერს გარეთ ყოველთვის ძალიან ნამდვილად სასიამოვნო რეკლამა